ერთი კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის და ერთი ცუდი. ბენზინი გაძვირდა 7 თეთრით და უგულავა გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან. ეხლა თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ აქედან რომელია კარგი ინფორმაცია და რომელია ცუდი. მართლა გაძვირდა ბენზინი ძვირფასო მეგობრებო, რა გაუცებულები მიყურებთ მე არ მესმის. ხო თქვა გასაგებად ივანიშვილმა რომ პირველი წელი რთული იქნებაო. მეორე უკეთესიო და აი მეოთხე წელი იქნება საოცარიო. ხო და მე ზუსტად მარტო იმ მეოთხე წელს ველოდები იმ საოცარ წელს. დანარჩენი მე არ ვიცი, როგორ იქნება ასეთი ნაკლებად მაინტერესებს. პროკურატურა გიგი უგულავას ბრალს დებდა, რომ ტელეკომპანია იმედი წაართვა ჯოზეფ ქეისო. ნუ ჯოზეფ ქეიმას დაადასტურა, უგულავამ იმედი ერთ დღეში წამართვა. ერთ დღეში წამართვა, არა და თავის ძოზე რაც მე მაგ ტელევიზიის წართმევაზე ვიწვალეო. აღარ ვიყავი კაცად დარჩენილიო. უკვე 4 თვეა ტელევიზიის სულ დაჭერებს და დაკითხვებს აშუქებენ. როგორც იქნა ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში სამართლიანობა აღდგა სამართლიანობა და დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს მთავრობას ქართველი ერის სახელით, რომ აგერ უკვე 4 თვეა სამართლიანობას ვაჭმევთ შვილებს. ამისთვის დიდი მადლობა. მოკლედ მე არ ვიცი რა ხდება ქვეყანაში რა. იმ დღეს დემოკრატიამ დამირეკა. და მე მშვიდობა ქვეყნიდან მივდივარ, როდის ჩამოვალო, კაცმა არის. მომიკითხა ბოლოზე და იქიდან დავეკავო, რა ვიცი, შემპირდა. ნუ ამ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მისთვის პირადი დაცვის მოხსნაზე ისაუბრა, საერთოდ არ მჭირდება მედაცვა. საერთოდ არ მჭირდება დაცვა, არაფრის არ მეშინიაო. თუ შეიძლება ეს ვიდეო ვნახოთ. არ არის საჭირო მუდმივი აპელირება, რომ ახლა მოვალთ კომპლექს შემოვარდებით, გატყრით ამ შენობებიდან. დაუცველია შენობა, შემოდით. კარგით რა ხება ბატონო მიშა ხა მართალია რომ ისეთი მომენტი ისეთი განცხადება გააკეთა ხა მართლა რომ შემოგივარდნეთ ეგ ხალხი ასე კომბლებით არ არის აშიში ეგ კომბლებთო შემოვარდნე და უცბად ჩიჩია რო გინახონ კბილებში სად მიდიხარ მე სად მიდიხარ მართლაც რაღაცი ჭირდება დაცვა სააკაშვილს ახლა უკვე დაცვა იმას ჭირდება ვინც ხალხს 1000 რამეს დაპირდა და არასრულებს ნუ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა მთავარ პროკურორს ჭორიკანა უწოდა. კმილაშვილი ჭორიკანაა, მართლაც ჭორიკანა კაცია კაცო. ზარი ახლა გამოდის და ახლა გააზა რაღაცებს ჭორავს. აბა რა პროკურორის საქმე ახლა ვინ ვის რა წაართვა და ვინ ვის რა დააწერა და ვინ ვის რა არ შეარჩინა და რა პროკურორის საქმე. დააჭირა შეთვის საქმეა კეთება კაცო. გამოდის და ჭორავს აქ რაღაცებს. ნუ სააკაშვილი დაჯდა თავის მანქანის საჭესთან და ყოველგვარი დაცვის გარეშე მივიდა აეროპორტში ბაქოში გასამგზავრებლად. ნუ გზაში მან მოძრაობის წესები დაარღვია და გადაკვეთა ორმაგი ღერძულა ხაზი. ეს ვიდეოც უნდა ვნახოთ. ნახეთ ხო ეს ვიდეო ხო? მე ხალხი ამაზე გამოთხოვდა ძალიან ისეთ პროტესტს, მე მინდა ხალხი დავაწყო რა იყო ხალხო რა გაგიკვირდათ, რაც მაგას ღერძულა ხაზები აქვს გადაკვეთილი რა იყო ეს რა გასაკვირი იყო ხო? ოღონდ მანქანის კი არა კაცო, ქვეყნის საჭესთან რო იჯდა მაშინ. რა მოხდა მერე? მაგიტომაც ახლა გამოუწერეს 1 ოქტომბერს ნიშენია. ჩაულებია. დაი, არაფერი არ ახლა უცნაური. სკანდალი მთავრობაში აღმოჩნდა, რომ თეა წულუკიანს არ აქვს მიღებული შესაბამისი იურიდიული განათლება და დიპლომი, რაც აუცილებელია იუსტიციის მინისტრისთვის. ახლა რა გამოვიდა? თეა რიანი წულუკიანი, თეა რიანი დიპლომიანიც კი არ ყოფილა. ხო, აი ესეთი რაღაც გამოვიდა. მე რა მოხდა? რა მოხდა? თავარია ქვეყანაში სამართალი აღდგეს. სამართლის ცოტა რა აუცილებელია კაცო. თავარია სამართალი ხო აღდგა ქვეყანაში. ისე რა უცნაური ქვეყანაა საქართველოს ძვირფასო მეგობრებო, ყველა ტაქსის ზღოს 2 დიპლომი აქვს და იუსტიციის მინისტრი ყავს უდიპლომო.
მთავრობის ინიციატივით მშობიარობა გახდება უფასო, ამაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა თვით ზაქარია ქუცნაშვილმა, ეს ვიდეო ვნახოთ აუცილებლად. რომ ივნისის თვიდან უკვე ორსულობა იქნება თლიანად და მშობიარობა იქნება უფასო ორსულობის. ძალიან კარგია ორსულობა თუ უფასო იქნება. მე ძალიან მომწონს ეს ინიციატივა. მთავარი ახლა ორსულობა ნებაყოფლობითიც რომ გავხადოთ. ეს იქნება საოცარი დემოკრატია. რა მოხდა მე ხა შეეშალა კაცს არა უშავს, მშობიარობა უნდა ეთქვა და ორსულობა თქვა ეპატიება კაცს, ახლა 1000 ფიქრი უტრიალებს ქუდში და გასაგები არის ბატონ ზაქროს კომენტარი. მთავრობა მთელ ბათუმში, ბათუმის ბულვარსა და ქუჩებში გარე განათებები გამორთო და ქალაქი ჩააბნელა, რა თქმა უნდა, ფულის დაზოგვის მიზნით. ასე რომ ბათუმს ახალი სლოგანი აქვს ასეთი ექნება ბათუმის სინათლის დაზოგვის ქალაქი. ისე ამდენი განათება ბათუმში ტურიზმის განვითარებას აშკარად უშლიდა ხელს, იმიტომ დაღლილ ტურისტებს თვალებში აჭყიტებდა, კაცო ვერ იძინებდნენ ღამე. ვერ იძინებდნენ ღამე, ის კი არა და ეხლა ბათუმის ბულვარსაც ამოკლებენ, რომ ბევრი არიანო ტურისტებმა გრძელია ბულვარი, კაცო ისიც უნდა ჩარჭრა, დავამოკლოთ. რა თქმა ახლა ბულვარი. ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს Facebook-ზე მიწერა საკონსტიტუციო ცვლილებებზე დამთანხმდიო. ესეთ ტექსტი მიწერა და ბოლოს სმაილიც მოაყოლა. თავისებური სმაილი, უცნაური სმაილი იყო, წინ ბრონირებული შუშა ჰქონდა აფარებული სმაილი. ჩემი აზრით, თავარი ის კი არ არის, რა წერილი მიწერა ბიძინამ მიშას Facebook-ზე. თავარი არის თვითონ ბიძინამ რა წერილი მიიღო მანამდე ოდნოკლასნიკებში, აი ეს არის. ეს არის თავარი. ოდნოკლასნიკებზე გამახსენდა კრემლში მზადყოფნა გამოთქვეს ივანიშვილთან შესახვედრად, ველოდებით როდის ჩამოვაო. ნუ ატყდება ახლა ერთი ამბავი, რატო უნდა წავიდეს რუსეთს დელეგაციასთან შესახვედრად, ვინ არის, რატო უნდა ესეთი ნაბიჯებს რატო დგავს და რატომაც არ უნდა წავიდეს. ძალიან კარგი, უნდა წავიდეს კაცო მოსკოვში, აბა რა შეიძლება სოხუმის რკინიგზის გახსნაზე, ოკუპაციის სტატუსის ამოღებაზე და ორი ქვეყნებს შორის უშიშროების სამინისტროების თანამშრომლებაზე ისაუბრო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თვითფასო მეგობრებო, რომ ჩვენ უარს ვამბობ დასავლურ კურსზე. მოკლედ 18,000 ოჯახს დახმარება შეუწყდა, ხიდების მშენებლობა შეჩერდა, ბენზინი გაძვირდა და კრიმინალმა მოიმატა. ამით ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ და სამუდამოდ შეგვახსენა, რომ სააკაშვილის დრო დამთავრდა.